გორში სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული ბავშვობის საცხოვრებელი სახლის და ფანჩატურის რესტავრაცია კონსერვაციას გეგმავენ. სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს სახლის როგორც ექსტერიერს, ისე ინტერიერს. ასევე სახურავს იატაკს, კარ-ფანჯრებს, მემორიალურ დაფებს, უნდა შეიცვალოს ელექტროგაყვანილობა. სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 109,420 ლარია. სამუშაოების ვადა 11 თვეა განსაზღვრული. შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა კი შეადგენს საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 წელს. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე პრეტენდენტების მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 220,000 ლარისა. ყველასთვის ცნობილია, რომ სტალინის მემორიალურ სახლს 1927 წელს გაუკეთა დამცავი პავილიონი არქიტექტორ ნეპრინცევის პროექტის მიხედვით. მას შემდეგ სტალინის სახლს რესტავრაცია არ გაკეთებია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ტურისტი, წელს მაგალითად იყო 160,000 კაცი, დადგა საჭიროება, რომ სტალინის სახლს გაუკეთდეს რესტავრაცია. ამაზე მუშაობდა არქიტექტორი გია ჭონიშვილი და ხელოვნებაცოდნე და რესტავრატორი მაყვალა აბულაძე. ჩვენ გამოცხადებულია ტენდერი, გაკეთებულია ხარჯსაღრიცხვა და ველოდებით შედეგებს. ვეცდებით მალე დავიწყოთ სარესტავრაციო სამუშაოები. რა თქმა უნდა, შეგვიძლია რაღაცა პატარა ნაწილი ტურისტის შეუშვათ, მაგრამ ჩვენ ურთხილდებით მემორიალურ სახლს, ამიტომ დღესდღეობით დაკეტილია და ველოდებით რესტავრაციას, რომ შემდეგ ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის. რა თქმა უნდა, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება და გამაგრდება უბრალოდ ეს შენობა, რომ ამდენი წლის მერე არ წაიქცეს, რამე არ დაზიანდეს ისე, რომლის გამოსწორება შემდეგ შეუძლებელი და იქნება და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.